ვფიქრობ, ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად იმოქმედებს. დაახლოებით 2030 წლიდან სამუშაო ადგილების 80%, ანუ 2/3 შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა შეითავსოს. მნიშვნელობა არ აქვს ექიმი ხართ, რადიოლოგი, ბუღალტერი, ჩიპების დამპროექტებელი თუ გაყიდვების სპეციალისტი. ხელოვნური ინტელექტი თქვენს საქმეს უკეთესად გააკეთებს. დადგება გარდამავალი ეტაპი, როდესაც თითოეულ პროფესიონალს ხელოვნური ინტელექტის 4 სტაჟიორი ეყოლება. ისინი საკუთარი ეფექტიანობის გასარდელად ივარჯიშებენ. ვფიქრობ, თავიდან ეს ტექნოლოგია სწორედ ამ დამხმარეების სახით დაინერგება, რომლებიც გამოცდილ ფინანსისტებთან, ექიმებთან ან დამპროექტებლებთან იმუშავებენ. მაგრამ რა მოხდება, როცა შრომა სრულიად უფასო გახდება? სხვათა შორის, ამერიკის ეკონომიკის 15 ტრილიონი დოლარი სწორედ ადამიანურ რესურსზე მოდის. 15 ტრილიონი. ეს თანხა პრაქტიკულად გაქრება. ეს გამოიწვევს ფასების უდიდეს კლებას, რისთვისაც ჯერ არავინ არის მზად. თუმცა ეს განსხვავებული ეკონომიკური პროცესი იქნება. საქონელი და მომსახურება გვექნება უხვად, ფასები კი ძალიან დაიწევს. ვარაუდობ, რომ 2040 წლისთვის თითქმის 30,000 ან თუნდაც 10,000 დოლარით გაცილებით მეტ სიყიდით, ვიდრე დღეს 100,000 დოლარიანი შემოსავლით. ასეთ პირობებში ცხოვრებისთვის საჭირო თანხის ოდენობა სრულიად შეიცვლება. სწავლა სრულიად უფასო უნდა გახდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. ამას მეტი დრო დასჭირდება, რადგან ხალხს უნივერსიტეტები და მათი ტრადიციული იდეა მოსწონს. თუმცა ინჟინრის დიპლომის მისაღებად სასწავლებელი აღარ დაგჭირდებათ. თვითონ დიპლომიც კი ზედმეტი გახდება, თუ რა თქმა უნდა თქვენი მთავარი ინტერესი ცოდნის მიღება არ არის. მე სწორედ ეს მიყვარს და ამიტომაც ვაკეთებ ჩემს საქმეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ განათლება უფასო იქნება. ჯანდაცვაც, გარდა ისეთი რთული ოპერაციებისა, როგორიცაა გულის ქირურგია, პრაქტიკულად უსასყიდლო გახდება. შრომა იქნება ეს ფერმაში, ქარხანაში, ვაჭრობაში თუ ბუღალტერიაში. სრულიად გაუფასურდება და კონკურენტულ ეკონომიკაში ეს ფასების კლებას ნიშნავს.